ახლა კი დავიწყოთ საუბარი შვედეთში მოღვაწე ქართველ პროფესორთან ლუდის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ზაალ კოკაია გვერდდება. მადლობა მას პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ზაალ, თქვენ ყოველთვის აქტიურად გამოხატავდით თქვენს დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესების მიმართ, თუმცა საქართველოში ამ ხრივადაც გვაქვს არასასიამოვნო ნეგატიური მიმართულებით პროცესების განვითარების დინამიკა. მხედველობაში არ მაქვს მარტო ის გადაწყვეტილებები, რომელიც თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, აი დღეს გამოცხადდა მაგალითად, რომ ქუჩაში ტროტუარზე პროტესტის გამოსახატად სიარულისთვისაც სპეციალური ნებართვები დაჭირდებათ, ან მაგალითისათვის უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტებს რეგისტრირების დროს მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებლისა და ერთი ფაკულტეტის არჩევის უფლება ექნებათ. მაგრამ ამ ყველაფერს კი არ ფარავს, მაგრამ მაინც ძალიან მძიმედ მოსასმენი და გასაანალიზებელი და გასააზრებელია, რომ ათასობით ადამიანს ქიმიური მოწამვლის საფრთხე დაემუქრა და არსებობს გარკვეული ჩვენებები, მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ეჭვი. ამიტომ დავიწყოთ ამ თემის შეფასებით, როგორ შეაფასებთ იმას, რაც BBC-ს საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში იქნა წარმოჩენილი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან უდასმით უყურე ამ ფილმს და დავიკითხე ძალიან ბევრი კომენტარი სპეციალისტების, პოლიტიკოსების, ექიმების და რა თქმა უნდა ამ ფილმში დასმული საკითხები და ამ ფილმში წამოწეული პრობლემები უდაოდ ძალიან შემოაშფოთებელია, თუ მეც არ ვიტყვით და ეს თვალნათლივ აჩვენებს თუ რამდენად არაადამიანური და რამდენ გაუძლებელი კი არა მიზანმიმართულად ხალხის წინააღმდეგ გაწეული ქმედებასთან გვაქვს საქმე. ამის არ დანახვა ალბათ შეუძლებელია. მე ძალიან გამიკვირდა მართალი გითხრათ, რომ ამდენი ხანი ის ფაქტები, რაც ამ დემონსტრაციების დროს მონაწილეები სამედიცინო მაჩვენებლები, რაც იყო ეს წვა იქნებოდა, სუნთქვის გაძნელება იქნებოდა, ხველება თუ სხვა თუნდაც ის შეფერილობა იმ წყლის, რაც გამოიყურებოდა, აჩქარად მიუთითებდა იმას, რომ უბრალოდ ხალხთან არ ჰქონდა საქმე და ძალიან კარგია, რომ საქმე იძრა, ისევ ჟურნალისტებმა მოახერხეს ეს საქმე უკვე ამ მაღალ დონეზე წამოეწია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ესე არ დარჩება და ამას არ დაეხება და ყველა ის ადამიანი, ვისაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოიწყვის წვლილი ამ დანაშაულში, ქართველი ხალხის წინაშე წარმოებულ დანაშაულში, ისინი საკადრის საჯელს მიიღებენ. ბატონზე რამდენი საშუალება არსებობს, რომ დემონსტრაციები დაშალო, ხო, რომელიც და აპრობირებულია და დაშვებულია, გამოიყენო ასეთი არაჰუმანური, არაადამიანური და კაცობრიობის საწინააღმდეგო მიმართული. ბატონზე, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა თქვენთვის, როგორც მეცნიერისთვის, რომელსაც ლოგიკური აზროვნების უნარი მათ შორის სხვებზე უფრო მეტად აქვს განვითარებული, ის ვერსია, რომელიც სუსმა 5 დღიანი სრულიად გაუმჭვირვალე გამოძიების შედეგად მიეწოდა საზოგადოებას და განსაკუთრებით როგორ შეაფასებდით ამ გამოძიების მეორე ნაწილს, რომელიც არ დახურულა და პირიქით მიანიშნებს, რომ ყველას დავжит, ვინც კი გაბედა და BBC-ს სიმართლე უთხრა როგორც რესპონდენტმა. აი, რა ტიპის ქვეყანაზე, რა ტიპის მმართველობის მოდელზე მიუთითებს ეს? ჩემი აზრით, საკმარისად უფრო მეტი მონაცემები და არაფერს იმისთვის, რომ სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდეს და ბოლომდე გაირკვეს თუ რასთან ჰქონდა საქმე იმ დღეებში. რა თქმა უნდა, ჟურნალისტური გამოძიება ეს არ არის, თქვათ, იგივე პროფესიონალი ქიმიკოსების თუ მედიკოსების თუ კრიმინალისტების მიერ ჩატარებული გამოძიება და მაგრამ ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ მსგავსი გამოძიების ჩატარება არის აუცილებელი. ყველა წინაპირობა არსებობს იმის საუდოდ, რომ მომწამლავი ნივთიერებები თუ ხსნარი იყო გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამიტომ ჩემთვის როგორც მეცნიერისთვის ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა გამოძიება ჩატარდეს. უარი წინაპირობა იმისა, რომ აქ საქმე გვაქვს რაღაც ისეთ ქმედებასთან, რაც საჭიროებს დეტალურ გამოძიებას.
ბატონ ზალ, მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინოთ ასევე ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ბევრი კრიტიკებს სხვადასხვა კუთხიდან და საინტერესოა თქვენ რას ხედავთ მასში ყველაზე მისაღებს ან მიუღებელს. აი მაგალითად, რადიო თავისუფლებამ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა მონაცემები ხელისუფლების პირველი პირები ან მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან ვისი შვილი დადის საერთოდ საჯარო სკოლაში ან სწავლობს უცხოეთში კერძო უმაღლეს სასწავლებლებში და ამას ალბათ უფრო დეტალურად ხვალ ჩემი კოლეგები გააშუქებენ, მაგრამ რო ჩავყევი სიას ვერ ვიპოვე თითქმის ვერც ერთი, რომლებიც ასე თქო საჯარო სკოლებში დადიან. ძალიან ცოტა ასეთი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება, აი დღევანდელი დღის სიახლე ამ მხრივ არის ის, რომ თურმე ხარისხის ასამაღლებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აბიტურიენტს კონდეს უფლება აირჩიოს მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებელი და ერთი ფაკულტეტი. ჩვენ ვცდილობდით რომ გვეპოვა ამის ანალოგიები, მაგრამ ზოგადად როგორ შეხედავდით იმ ინიციატივებს, რომელიც ესე მოულოდნელად თავს დაატყდა განათლების სისტემას, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემას, რომელიც აი წლების განმავლობაში განსაკუთრებით კერძო სასწავლებლების, მათ შორის სერიოზული კონკურენციისა და ევროპულ დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან უფრო მეტი ესე ვთქვათ ჰარმონიზაციის შედეგად ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა და ამ ხრივ ქონდა გარკვეული წარმატებები. ამასთან კომენტარიც დავწერე რომელიღაცა პოსტზე, რომ ერთ-ერთი გზა ალბათ საშუალო განათლების გაუმჯობესების იქნება, რომ საჯარო მოხელეების შვილებს უნდა აეგზალოთ კერძო სკოლებში იარონ და საჯარო სკოლებში უნდა იარონ, მაშინ საჯარო მოხელეები უფრო მეტი იზრუნავენ იმაზე, რომ საშუალო განათლების სისტემა და სკოლები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს და მოთხოვნილებებს, რაც თვითონ სურთ საკუთარი შვილების მიმართ. და ალბათ ეს არ გამკვირვებია არანაირად, რომ საჯარო მოხელეების შვილების უმრავლესობა არა მარტო კერძო სკოლებში დადის, არამედ ყველას სურვილი აქვს სწავლა გააგრძელოს ევროპის არა ჩვეულებრივ, არამედ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ამის პრეტენზიაც დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს. ამიტომ ეს რადიკალურად ეწინააღმდეგება, ვთქვათ, იგივე დღევანდელი საქართველოს მკურობის და ქართული ოცნების პროპაგანდისტების რიტორიკას დასავლეთის წინააღმდეგ, თურმე არაფერი რატომღაც დასავლეთში და ევროპაში უნდათ, რომ მათმა შვილებმა მიიღონ განათლება, თუ კი რამე წამოტკივრდებათ, ყველას უნდა რომ დასავლეთში კურნალოს და დიაგნოზი დაუსვან დასავლეთში, მაგრამ როცა მიიღება პოლიტიკურ წყობაზე, დემოკრატიაზე, ხალხზე, მაშინ თურმე დასავლეთი და deep state საშინელებაა და ყველა ცდილობს, რომ საქართველოში ხელები აფართოოს და საქართველოს გააკეთოს და გაანადგუროს. აი, ესეთი ოქსიმორონთან გვაქვს საქმე და ნუ რაზე აქვს ლაპარაკი. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ არჩევანი იყოს, მე გულახდილად გითხრათ, არც მსმენია და ვერც დაუშვებდი, რომ ესეთი რამე შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ადამიანის არჩევანის უფლება თანამედროვე პირობებში, თანამედროვე საინფორმაციო წყაროში და თანამედროვე ახალგაზრდები, რომლებიც ესეთ დივერსიფიცირებულია მათი ინტერესები, შეუძლებელია რომ მხოლოდ ერთი არჩევანი ქონდეს. ეხლა ჩემ გარშემო მე რაც ვიცი იგივე ჩემი შვილები ძალიან ფართო დიაპაზონის ახალგაზრდები მოდიან და შეიძლება პირველ არჩევანად სამედიცინო ქონდეს, მეორე არჩევანად ფსიქოლოგია და მესამე არჩევანად ქონდეს თეორიული ფიზიკა. ან ყველაფერს რო თავიდან ავანებოთ, ბატონ ზალ, თავად უნივერსიტეტების გრადაციაც ხდება, ხო, ამ შემთხვევაში არა მარტო შეიძლება მიმართულებების მხრივ ქონდეს, ასე თქვა, თავისი გრადაცია აბიტურიენტს, არამედ თავად უმაღლესი სასწავლებლების გრადაციის. ეს არის დაზღვევის მექანიზმი და სხვა, თუ ხარისხზეა ლაპარაკი, სრულიად სხვა კუთხით უნდა მიუდგნენ ამას და მაგალითად იგივე მათემატიკის 20%-იანი ზღვარი არ უნდა იღებდნენ, ხო? სხვა რაღაცა ხდება. აბსოლუტურად ალოგიკურია, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება
შემთხვევაში მე არ მომისმენი არანაირი დასაბუთება იმისა, რომ ამით რომ მხოლოდ ერთი არჩევანი ექნება, ხარისხობრივად გაუმჯობესდება აბიტურიენტების ნაკადი, რომელიც ამ თუ იმ უმაღლესად ექნება. წარმოუდგენელი რამ არის, ანუ მეორე შანსს არ აძლევ. ხო, ეს ერთი და მე ვარირებს ხო ყოველ წელს თქვათ ნაკადი და თქვათ შეიძლება შენ წელს ძალიან დიდი ნაკადი იყოს თქვათ კარგი მოსწავლეების, კარგი კურსდამთავრებულების, რომელსაც სურს ამა თუ იმ ფაკულტეტზე და შენ მეორე შანსი არ გეძლევა თუ მათთან კონკურენციაში არ ხარ, ეს ნიშნავს ცუდი ხარ შენ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უფრო შეიძლება დაბალ საფეხურზე ან ნაკლებად ხარისხიან, მაგრამ მაინც ეძლევა შანსი და მე თუ მიხავთ დღევანდელ პირობებში, როდესაც განათლების სისტემა მთლიანად გადართულია სტუდენტებზე და სტუდენტზე ორიენტირებული, უმაღლეს სასწავლებლებში დღეს ჩვენ კი არ ვასწავლით, სტუდენტები მოდიან სასწავლებელს და ჩვენ ხელს უწყობთ, რომ მათ მიიღონ ის განათლება, რაც დასჭირდებათ მომავალში და რაც მათ აინტერესებს. აი ამ პირობებში თვითონ სტუდენტის мотиваცია და სტუდენტის სურვილი და სტუდენტის მოკიდება საქმე ისეთივე მნიშვნელობით არის, როგორც თქვათ დონე უმაღლესი სასწავლებლების და ამდენად ესეთი გრადაცია, რომ ერთ შანსს მხოლოდ აბსოლუტურად მეუღებელია. ასევე მრავალფეროვანია დღევანდელი არჩევანი, ხო? დღეს მაგალითად სტუდენტი ისწავლებს ფსიქიატრიაზე, შემდეგ თუ სურვილი აქვს გააგრძელებს მედიცინაში და ბოლოს შეიძლება თეორიულ ფიზიკაში ამოყოს თავი, ხო? ეს ჩვენ დროს იყო, როდესაც თუ სადმე ჩააბარებდი, განწირული იყარო ცხოვრების ბოლომდე ამ პროფესიით უნდა გემუშავა და ეს უნდა ყოფილიყო შენი არჩევანი. მე საკუთარი შვილის მაგალითი მაქვს, რომელმაც თეორიულ ფიზიკაზე ჩააბარა აქ ლონდონის უნივერსიტეტში, შემდეგ დოქტორანტურაში დაიცვა ასტროფიზიკაში და დღეს ხელოვნურ ინტელექტში და სამეცნიერო ტექნოლოგიების მოდელირებაში მუშაობს, ხო, აი საიდან სად. ამიტომ ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თუნდაც ის, რომ უნივერსიტეტი საშუალება არ იქნება, რომ მრავალპროფილური იყოს უნივერსიტეტი და კონდეს საშუალება, რომ მულტიდისციპლინარული იყოს კვლევები და განათლება, ეს ყოველად წარმოუდგენელია. დღევანდელი მეცნიერება და განათლების ერთ-ერთი კრიტერიუმი და უმაღლესობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მულტიდისციპლინარულობა. თუ რამდენად მრავალფეროვნებ განათლებას და მრავალმხრივ განათლებას სთავაზობენ უნივერსიტეტები სტუდენტებს და თურმე დღეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი უნდა იყოს და უნდა იყოს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობები. და იმ უნივერსიტეტს კონდეს ავტონომია და აკადემიური თავისუფლება, რომ თავად გადაწყვიტონ თუ რა პოტენციალი აქვს რა მიმართულების განვითარებაში და თავისუფალ საბაზრო კონკურენციაში მოიზიდონ სტუდენტები და განავითარონ ესა თუ ის მიმართულება. ეს რადიკალურად ეწინააღმდეგება ბოლონიის პრინციპებს და არანაირ თანხმდარში არ არის მოწინავე დასავლური უნივერსიტეტების და საგანმანათლებლო სისტემის პრინციპები. სხვა შორის ბატონ ზალ, რო გისმენთ, მანამდეც გამიჩნდა მეც და ბევრს შეკითხვა და ახლა უბრალოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კითხოთ, როდესაც ამ მასშტაბის რეფორმა მზადდება, ან გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ყველას გვიჭირს ამას უწოდოთ რეფორმა, იმიტომ რეფორმა მაინც რაღაც პროგრესთან ასოცირდება, კონოტაცია ამისი არის და ის რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არის ფაქტობრივად უმაღლესი განათლების თუნდაც არსებული შედარებით წარმატებული სისტემის გრევის პოლიტიკა. მაგრამ, როდესაც იწყება ასეთი მსხვილი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ამზადისი, თუ კი ვინმე ჭკუას ეკითხებიან მეცნიერებს, ეკითხებიან საუნივერსიტეტო წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანებს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება დაგროვილი, მონაწილეობას ღებულობენ არა მარტო სამეცნიერო პროცესის ორგანიზებაში, არამედ საუნივერსიტეტო ცხოვრების მენეჯმენტში, ორგანიზებაში, აი თქვენ მაგალითად და იყო რაიმე ტიპის ან შემოხმიანება, ან რაიმე ფორმატში მონაწილეობის მისაღებად, როგორც კონსულტანტის თქვენამდე რაიმე წინადადება ხომ არ მოსულა? არა, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. იმის და მიუხედავად, რომ ჯერ კიდე 2013 წელს თუ გახსოვთ, იყო ესეთი განათლების კონცეფციის შემუშავების მცდელობა, როცა მეც ვიყავი ამ ჯგუფის მონაწილე და მაშინ ჩვენ ზუსტად ავაგეთ მთელი ჩვენი კონცეფცია აკადემიური თავისუფლების, აკადემიური მიუკერძოებლობის და აკადემიური ხარისხის და საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპებზე. და ეხლა უკვე რეტროსპექტიულად ძალიან თვალნათლივ ჩანს თუ რატომ
არ იქნა ეს კონცეფცია შემოიდროზე და არც არაფერი მსგავსი არ განხორციელებულა ამ 13 წლის მანძილზე. თუ კი რამის გაკეთება იყო საჭირო და თუ კი ასე მნიშვნელოვანია, ვთქვათ, განათლების და უდაოდ მნიშვნელოვანია განათლების სისტემა და მეცნიერება მასთან მჭიდროდ შეჭიდული, პერიოდში ქონდა ქართულ ოცნებას იმის საშუალება, რომ ეს რეფორმა განიხორციელებდეს და უფრო მეცაც ვიტყვი აქ, უკუღმაკეთდება ყველაფერი. კანონებს იღებენ, ჯერ კონცეფციას იმუშავებენ, ჯერ ამას დაამტკიცებენ და თურმე მერე უნდა მოხდეს უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები, შეთანხმებები და უნდა გადაწყვიტონ თუ როგორ უნდა მოხდეს, რომ ვის რომელი ფაკულტეტი ექნება და ვინ რომელ მიმართულებას განავითარებს. ეს პროცესი თუ კი რამის შეცვლა გვინდა, ეს არის ევოლუციური და არა რევოლუციური პროცესი. რამდენიმე თვეში შეუძლებელია ამ საკითხის კანონად შეღება და შემდეგ უკვე ფიქრით თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს კანონი. უფრო მეტიც აქ უნდა ჩართული ყოფილიყო ყველა უმაღლესი სასწავლებლის. ვიტყოდი, რომ არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო უმაღლესი სასწავლებლებიც. ის კერძო უმაღლესი სასწავლებლებსაც ექნება გავლენა იმწებას, თუ კი ამბობთ, რომ მარტო სახელმწიფოს ეხებაო, ესე არ არის რეალურად. იმიტომ რომ რაც მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აისახება და არგად თუ ცუდად გავლენას მოახდენს კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე და ყოველმხრივი ჩართულობით უნდა მომხდარიყო საჯარო და დეტალური განხილვა, ყველა იმ წინადადებების შეგროვება, შეჯამება, ჩამოყალიბება და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე ზრუნვა იმაზე, რომ ის იდეები და ის კონცეფციები, რაც შეიქმნებოდა ამ საჯარო და პროფესიული, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პერსონალის ჩართვის წყალობაზე, შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ იდეების საკანონმდებლო გამყარება და განმტკიცება და როგორც ჩვენ ხედავთ, აქ პირიქით ხდება ყველაფერი და აგონია, რომ ამან რაღაცა რეალური წარმატება და რეალური ხორცშესმა მოახდინოს და გააუმჯობესოს განათლების სისტემა.